მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიყოფებით პრაღაში. ამ მომენტში ვიყოფებით ჩარლზ ბრიძზე, რომელიც არის ულამაზესი და აი მართლა შეუძლებლად ლამაზია აქაურობა და დღეს მივდივართ დუა ლიპას კონცერტზე, რომელსაც აუცილებლად განახებ და გადავიღებ. ეხლა კიდე დავტყვით ამ სილამაზით და ნახოთ როგორია ჩარლზ ბრიძი. როგორც იცით, ყველა პრაღა არის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქალაქი მთელ მსოფლიოში. არის ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც შეჯერეთ პრაღაში ნახოთ. აი მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ასტრონომიული საათი არის პრაღაში. ყველაზე სწორ საათს აჩვენებს როგორც ასეთი, ანუ ასტრონომიული საათი მაგას ნიშნავს. ასევე შეგიძლიათ ინახოთ ძალიან ბევრი გოთიკური შენობები. მაგალითად ეს ხიდიც გოთიკური ხიდი არის, რომელსაც აი ძალიან ბევრი საინტერესო ქანდაკებები აქვს და ეს ხიდი აშენდა 1357 წელს. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, 1357 წელს აშენდა და დღემდე ესე რამდენ ხალხს იტევს და ესეც საინტერესო ლამაზია, მეგობრებო, რა. ყოველ კუთხეში რაღაც პატარა მუზეუმია, მეგობრებო. ასევე პრაღაში ასევე მოძრაობს ტრამვაი, აი ესეთი ლამაზი. მაგრამ ძველებურიც გადის ესეთი არა. ეს არის ცოტა ახლებური, ძველებურებიცაა, ცოტა გარეუბნებში. კი. ასევე მეგობრებო, ვინც არ იცოდით, რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა იცის, რომ ჩეხეთში არის ერთ-ერთი საუკეთესო ლუდის კულტურა. მაგალითად, პილზნერსის ლუდი შეიქმნა ჩეხეთში და ჩეხეთი ითვლება ლუდის დედაქალაქად, ესე ვთქვათ რა. ამიტომ დღეს ლუდსაც დავაგემოვნეთ, ხორცი, ლუდი და ეგეთი რაღაცები აქ არ ეშლებათ. გუში მჭამეთ ძალიან გემრიელი ნეკნები. კი, ხო და რავი, ესეთ პატარა ვიწრო ქუჩები მეგობრებო არის ამ ყველაფრის ხიბლი. მთელი პრაღა ესეთი პატარა და ლამაზი საყვარელი ქუჩებით არის მორთული. და ტურისტებით რა თქმა უნდა. ტურისტების გარეშე არ მგონია ეს ადგილი ოდესმე არსებობდეს. მარი, რა გიყვარს პრაღაში ყველაზე მეტად? აი, ესეთი გემრიელობები აქვს ყველგან. ეს რა არის, მარი? რდელნიკები ქვია ამ? არიჩინიანი რაღაცა სომი არის. ხო. ძალიან გემრიელია. აი, ეს არის რაღაცა ხორცის რესტორანი და აქ უნდა დავსხდეთ ეხლა. დავსხედით მეგობრებო და ეხლა უკეთავთ ხორცს. შევუკეთეთ გინესი და რაღაც აქაური კრაფტ ლუდი. მოვიდა ლუდი. აგემრიელია. ვაიმე მეგობრებო, ეს მოიტანეს, ნახეთ რა ვიცია ეს სიგიჟეა უბრალოდ. ამა გავსინჯოთ. მარი არ მაჭმევს, იმიტომ რომ ფოტოს გადაგებავნა. всё, ვითოხლავით მეგობრებო და გავდივართ ეხლა გარეთ. ეს ყველაფერი დაჯდა 200 ლარი. კაი ფასია. პრაღის არაჩვეულებრივი ქუჩები. ეხლა ნახავთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ საათს. აი, ასტრონომიული საათი, მეგობრებო. ეს არის ძალიან ლამაზი შენობა და ყოველ ერთ საათში ერთხელ აქ გამოდის რაღაცა ანიმატრონულით როგორ თქვა, არ ვიცი. რაღაც სათამაშოები გამოდიან და უკრავენ იმას ზარს.
ეს არის თავარი გამზირი. სადაც დუალიპი იყო. დუალიპა იყო გუშინ ღამე აქ და მარიმ ეს ფოტო რო ნახა. გაგიჟდი, იმიტომ რომ ჩვენ ცერნოვით ღამე, მაგრამ დუალიპა ფოტო რო ნახა, გაგიჟდა, იმიტომ ის ღამე გამოვიდა ალბათ. ყველაზე ნაკლები ფანი როდესაც აქ ქუჩაში და მივდივართ სახში მოკლედ. და ნახოთ იქნება კონცერტზე ემზადებით უკან. მოკლედ მეგობრებო, მოვედით სასტუმროშიც. და ეხლა ყველაფერი გავემზადებით, რამე და გამოვალთ აქედან და წავალთ კონცერტზე. One eternity later. გავედით ეხლა ტაქსოლოდებით და უკვე მარის ზმანი. ცუდი ამინდია მეგობრებო, ეხლა მივდივართ არენისკენ, ას სტარტება. ხო, მარის გავუგზავნა fake email-ი. ეწერა რომ გადაიდო ის რა ქვია კონცერტი და თავი არც გაგიჟებულა, მაგრამ ნუ ხო რა, რაღაცნაირად ფარხმალი დაყარა რა თავიდან. რაღაცნაირად რო რეაქცია ქონა, იცი აი რომ კაი ხო ჯანდაბას თუ რაღაც. არა, მეთქი ანუ შევით ფარ მაინტერესებს ანუ ერთი დღით გადავდი თუ რაღაც ორი დღით ჩვენ მივდივართ უკვე მაგ დღეს გადავდი და ამან მე უეჭველი დავრჩებოდიო. მოვედით მოკლედ არენაზე, ორი არენა ქვია ამ ადგილს. მედია შევალთ რავი რიგი არ იქნება დით. მოკლედ მეგობრებო, შემოაღწიეთ ძლივს არენაზე და ვეძებთ ეხლა ჩვენ იმას შესასვლელს და აი რო შევალთ უშუალოდ შიგნით მაგას განახებთ რა და როგორ იქნება. იწვის აქაურობა. მაგაზე კარტოფილი დაეწოთ. უკვე ნელ-ნელა შევალთ. მიყიდე მერჩი. მარი მიყიდა რაღაც მაიკა. კაი, წამოდი, აბა დალევა. შემოვედით რა მეგობრებო, გადაღება უნდა ფოტოს ტვინი წაიღო. საშინელება. fake დუალიპაზე მომიყვანა. გამოვედით მეგობრებო ძლივს, აი ამ სიგიჟიდან, აი უბრალოდ ყველაზე დამღლელი რაღაც იყო. ყველაზე კაი. ერთი დიდი შეცდომა დაუშვით, მე მგონი რომ ანუ საჯდომებიან სკამზე არ დავჯეი, ანუ საჯდომებიან სკამზე თქო რა გიჟი ვარ, საჯდომებიან. ანუ ფეხზე ვიდექი თელი კონცერტი. დუა გამოვიდა და ნახევარ ანუ ვიღაცა დებილი გოგო მღეროდა. და მე დუალიპა, ანუ მეგობრებო, ეხა მე გეტყვით დუალიპა რატოა ძალიან კარგი მომღერალი. არანაირი ფონოგრამა არის, ხო? ოფმა. და რეალურად მუსიკას ტიპები უკრავდნენ. ანუ აი ერთ-ერთი ასაც უსმენთ, იმას უკრავენ რა. ანუ აი მომეწონა ძალიან ლაივ იყო იდეალური. აბრაი კიდე შეგვანახე? 10-იანად. დუალიპას მერჩენდაიზი. ეხლა წავით სახში. Hey guys. როგორი იყო მარი კონცერტი? სწავლება. 10-დან? 10,000. 20-დან? და ძალიან გავერთე რა მოკლედ რა. კაია დუალიპა? სასწაული. ინანო ისეთი ენერგია გამოსვლია ტიპი რომ ვერც ბაზრობს. აი, შოქში ვარ. კი 1000 ჯერ წავა, აი სულ წავიდოდი ყოველდღე.
წელი და ფეხების მე ის კამიანი უნდა იყიდო რა მართალია. ყველგან რა გომას რამე აზრია აქ? აი მანდროდ გახარ. არა